სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღესასწაულისთვის, დღევანდელი წირვისთვის. ყველას მოგილოცავთ მაცხოვრის დიდებით იერუსალიმში შესვლის დღესასწაულს. სხვაგვარად ამას ჩვენ ბრძობას უწოდებთ, რადგან ჩვენთან უფრო ეს მცენარეა. ზოგან სხვათა შორის აქ ჩვენ ვაკურთხეთ, ესე იგი ბაიაობა ხია კიდე ამ დღესასწაულს და ჩვენ იქით ძველი საკვირაო სკოლისკენ გვაქვს ორი ხე, ბაიას ხეები დარგული და ზოგან საერთოდ პალმობის დღესასწაულს უწოდებენ, რადგან იქ შეიძლება ეს უფრო არის, ჩვენ გორში არ აგვაქვს ახლა ეს ფუფუნება. მაგრამ მთავარი ახლა აქ ეს არა, მთავარი აქ არ არის მცენარეები. მთავარი აქ არის ადამიანები. ადამიანები არიან აქ მთავარი, რომლებიც როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში შედიოდა, ძალიან საოცარ ესე იგი შენიშვნას, შემჩნევას აკეთებს. ესე იგი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და ამბობს, რომ როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში შედიოდა და მანამდე მოდი იმასაც შევხედოთ, რომ მაცხოვარს მოსაკლავად ეძებენ, ესე იგი მაცხოვრის შეპყრობა უნდათ, მაცხოვარს შურით უყურებენ და ესე იგი განიკითხავენ. აი გუშინდელი დღე ლაზარეს შაბათი მაგალითად. როდესაც მაცხოვარმა 4 დღის მკვდარი ლაზარე აღადგინა, სანამ ეს მოხდებოდა და მივიდა მაცხოვარი მის დებთან, მართასთან და მარიამთან საუბრობდა, ისინი ეუბნებოდნენ, უფალო, შენ რო აქ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდაო ჩვენი ძმაო და მაცხოვარი ეუბნება, იცოცხლებს თქვენი ძმაო. და ვიციო რომ აღდგება უკანასკნელ დღესო, მართა ეუბნება და უფალი ეუბნება, თავარი აქ წამდეს და მორწმუნე რომც მოკვდეს იცოცხლებს. და როდესაც ეუბნება რომ აქ რო ყოფილიყავი არ მოკვდებოდა და როდესაც ეუბნება შემდეგ მაცხოვარი რომ ეუბნება მაჩვენეთო სად არისო საფლავიო და აიღეთო ლოდი საფლავიდანო, მართა ეუბნება, უფალო, უკვე 4 დღეა გარდაცვლილია და ყარსო უკვე და უფალი ეუბნება, ხო გითხარიო რომ თუ ირწმუნებ ღვთის დიდებას იხილავ. ხო და მართლაც იხილებს ღვთის დიდება, მაგრამ სანამ ეს მოხდა, მაცხოვარი ტიროდა და რომ ტიროდა ხალხი ამბობდა როგორ უყვარდაო. ნახე როგორ უყვარდაო, ერთმანეთში ხო ლაპარაკობს, ახლა უამრავი ხალხია იქ შეკრებილი, ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმთან და უამრავი ხალხი იყო ჩასული მათ ოჯახში სანუგეშებლად. და ეს ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობს, ნახე როგორ უყვარდაო, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდნენ, რომ აი ამასო, ვინც ბრმებს თვალი აუხილავ. განა არ შეეძლო რომ ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო. რატო ამბობ ახლა ამას, ნახეთ. სადაც ცოდვა არ არსებობდა, იქაც იპოვეს რაღაცა ცოდვა. ანუ მაინც განიკითხეს, მაინც საყვადურით ამბობენ, ხო შეეძლო გაეკეთებინა რამე ისეთი. და რა დიდი ამბავია ხოლმე, როდესაც ჩვენში პოულობენ რაღაცა ცოდვას და ნებისმიერ ადამიანში იპოვი რაღაცა გასაკითხს. იმიტომ რომ ყველა ცოდვილი. მაგრამ იმ განკითხვა შენ არაფერს არ მოგიტანს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ორიოდე სიტყვას ამოვიკითხავთ მოციქული პავლესგან. და იმ პირობებში, როდესაც მაცხოვარს ესე სკეპტიკურად, შურით, სიძულვილით უყურებდა ხალხი, თუმცა უამრავი, უბრალო, გულწრფელი ხალხი მას სიყვარულით და რწმენით დაყვებოდა. როდესაც იერუსალიმში შედის, იქ სადაც მის მიმართ განსაკუთრებით მძვინვარება იყო, ესე ხალხი ეგებება, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულარს მომავალი, სახელითა უფლისათა, ოსანა ძესა დავითისასა. ან ეს შეძახილები არის როგორც აი მეფეს რომ ეგებებიან, გამარჯვებულ მეფეს, ბრძოლიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ მეფეს ეგებებიან. და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ზემოთ რო ახსენე,
ამბობს რომ აი კაც შეიძლება ეფიქრა რომ აი ესეთი შეძახილებით რო ხდებიან აჰა როგორც იქნა ირწმუნეს მის როგორც იქნა დაიჯერეს რომ ღმერთია და ირწმუნეს მაგრამ მაცხოვარმა ტირილი დაიწყო ნაცვლად იმისა რომ ეს უხაროდეს რომ აჰა ეს ჩვენ გარეგნულად ხედავთ და თვალი გვატყუებს ერთ შეხედვით რომ ვითომ მართლაც ირწმუნეს და უხარია და ასე ხდებიან მაგრამ მაცხოვარი მათ გულებს უყურებს და მაცხოვარი ტირის მათ გამო ტირის რადგან სულ რაღაც 2-3 დღე გავა და იგივე ხალხი რომელიც ასეთ შეძახილებით ხდებიან შემდეგ გაიძახის ჯვარსაცვი ეგეო და იმიტომაც ვამბობ ჩვენ რომ აქ თავარი კი არ არის ბზის ტოტები და სხვა მცენარე ისინი ცხეებისგან ტოტებს ტეხდნენ მაცხოვრის ფეხქვეშ უგებდნენ ზოგი ტანისამოს იხდიდა და ტანისამოს უფენდა და აი ამ სახარების განმარტებისას არის ასეთი რამ რომ ეს ტანისამოსის დაფენა მაცხოვრის წინაშე ეს ნიშნავს რომ ადამიანმა განიძარცვა ეს ტანისამოსი განიმოსა და დაუფინა ჩვენ შემთხვევაში რა არის სულიერი გაგებით ადამიანმა უნდა განიძარცვოს თავისი ძველი კაცი როგორც სახარებისეულად რო ვთქვათ თავისი საქმეებით თურთ რა არის ეს ძველი კაცი ის ჩვენი ჩვეულება რომელიც არ არის სახთო ის ჩვენი თვისებები ის ჩვენი მიდრეკილება რაღაცა მანკიერებები რაც თითოეულ ადამიანშია ეს უნდა განიძარცვოს და უნდა აი ძველი ყველაფერი შეწიროს მაცხოვარს და უნდა განახლდეს ადამიანი უნდა იყოს ახალი კაცი ნიშნავს სათნოებების მომხვეჭი ადამიანი რომელიც ეცდება რომ გული განიწმინდოს ადამიანი რომელიც ეცდება რომ ღვთისმცნებებით იცხოვროს ზოგადად ქრისტიანული ცხოვრება ეს არის ვნებებთან ბრძოლა და ვნებებთან ბრძოლა ღვთისმცნებათა შესრულების მცდელობის გარეშე შეუძლებელი იმიტომ რომ ეს არის ადამიანის გზა რითიც ის უნდა გადაარჩეს და აი მე მინდა მოგიკითხოთ ახლა წმინდა მამის ჩემი ძალიან საყვარელი წმინდა მამის რომელიც პატარაობიდან ძალიან მიყვარს წმინდა პაისი ათონელის მე-6 ტომიდან ერთი პატარა დიალოგი ეკითხებიან მამო როგორ განიწმინდება გული ანუ თუ გული არ განიწმინდა რატო უსვამ ახლა ამას ხაზს მთელი პლანტაცია რო გქონდეს ბზისა თუ გული არ განიწმინდა იმას უკვე აღარ აქვს ნიშანი გული განიწმინდება სიმდაბლით სიკეთით თავგანწირვით უანგარობით გულის სიტყვების აღიარებით ასკეზით ლოცვით პირველ ყოვლისა კი იესოს ლოცვით იესოს ლოცვა ყველა ხარახურას მოისვრის რაც გულშია დაგროვილიო მოდი ახლა მივყვეთ რითი განიწმინდება გული სიმდაბლით განიწმინდება როდესაც ადამიანი სიმდაბლე რა არის როდესაც ადამიანი თავის თავზე დიდად არ იზრახავს დიდად არ ფიქრობს რომ რამეს წარმოადგენს აი მაგალითად ახლა ადამიანი ფიქრობდეს რომ მე ვარ რაღაცა და მე წარმოვადგენ რაღაცას ნიშნავს რომ ჩვენი საყვარელო ერთი ეს აი ეს ახლა ცოტა ხანში შარშანდელი ხო გაქვთ ესეთი ხო მოიტანეთ ხო გამხმარია ხო ვეღარაფერს ვეღარ გამოიღებს ვეღარ გაიზრდება ადამიანი ნიშნავს რომ მე ღვთის გარეშე რაღაცებს შევძლებ აი გამოშრება ესე ცოტა ხანში და ვეღარაფერსაც ვეღარ შეძლებს მაგრამ ღმერთთან ერთად ყოფნა ანუ სიმდაბლე ნიშნავს რომ შენ თქვა რომ თუ რამე არის ძალა ჩემში ღვთისგან არის ისევე როგორც აი ამ სცენარეში თუ რამეა მისი ფესვიდან არის იქიდან იღებს ეს იმის გარეშე გახმება და თუ ადამიანი ღმერთზე არის მინდობილი და ამბობს რომ მე ღვთის გარეშე ვერაფერს ვერ ესე იგი შევძლებ აი არის სიმდაბლე ამასთანავე ბავშვებთან შეხვედრა გქონდა და აი ადამიანს რაღაცის გაკეთება ბავშვი გეკითხებოდა რაღაცის გაკეთება რო უნდა როგორ უნდა მოიძიოსო ძალა თავის თავში და საკვირაო სკოლაში ვისხედით და ბევრი ბავშვები იყვნენ დაახლოებით შეიძლება 100 ბავშვი მოდი მეთქი ახლა ჩვენ აი ამ საკვირაო სკოლაში
ნუ რა ვიცი, მაშინ რაც გამახსენდა ესე უცბად. მოდი საზამთრო ვიპოვოთ მეთქი. ეგ გამახსენდა. საზამთრო ეხლა არ არის ისეთი პერიოდია, რომ და ვერ ვიპოვითო. აი ძალიან რომ მოვიდომოთ მეთქი ყველამ ერთად რომ ეძებოთ, არა ვერ ვიპოვით. ესე იგი რა, ეგ იყო მაგის პასუხი. ადამიანი თავის თავში ვერ იპოვის ძალას. ძალა უნდა ითხოვოს ღვთისაგან. იმიტომ ადამიანს არ აქვს ძალა ღვთის გარეშე. ღმერთი არის ყოველივეს მომნიჭებელი. აი მაგალითად რა საკვირველია, აი ადამიანის სისხლი როგორ არის თბილი, როგორ ინარჩუნებს, სხვადასხვა ფიზიოლოგ პავლოს რომ კითხეს, გახსოვთ ეს პავლოვი თან მღვდლის შვილი იყო და თან დიდი მეცნიერი იყო და ეს მაშინ იყო წარმოუდგენელი, როგორ ესე იგი ეკითხებიან თქვენო ამხელა მეცნიერ კაცო, ესე იგი თქვენ ამხელა მეცნიერი კაცი მორწმუნე ხართო? და მან რა უთხრა, ნახეთ, ადამიანიო, როდესაც სისხლს სწავლობსო, მორწმუნე კი არა, შეიძლება წმინდანი გახდე. ანუ ისეთ რაღაცეებთან გაქვს შეხება, რაც ადამიანური ლოგიკით უბრალოდ ვერ აიხსნება. ახლა ჩვენ ცეცხლზე უნდა დავდგათ, რომ გათბეს წყალი. და მე თუ ჩაქრება, განელდება და ადამიანის სისხლს უბრალოდ ჩვენ სიღრმეებში ვერ წავართ. მე პირადად, იმიტომ რომ ამის ცოდნა არ მაქვს, მაგრამ რა ათბობს ადამიანის სისხლს? ერთმა თქვა რომ მოძრაობს, იმიტომ ეგრე არ აგვიცმოდის, მაგრამ ესეთი გაყინულია, რომ იმბანაობა არ მოგინდება ადამიანს. თერგი როგორ მოძრაობს, მაგრამ არ არის თბილი. და რა ათბობს ამას? ადამიანში ღვთის ძალაა და ღვთის ძალის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ იზამს და ეს არის სიმდაბლე. მეორე ეს არის, ესე იგი, სიკეთე. როდესაც ადამიანი ცდილობს მხოლოდ თავისთვის კი არა, სხვისთვის იცხოვროს. სხვა პატრიარქის სიტყვებს გაგახსენებთ, ყოველ დღე ერთი ადამიანი მაინც გაახარეთ. გახსოვთ, გამხარებელი უნდა იყოს ადამიანი, ერთი ადამიანი გაახარეთო. თავგანწირვაში ყველაზე მეტად ვლინდება სიყვარული. თავგანწირვაში ვლინდება ყველაზე მეტად სიყვარული და ესეც ადამიანის გამწმენდელია. უანგარობა, თუ რაღაცას აკეთებ და რაღაცას მოელი სანაცვლოდ, ეს უკვე აღარ არის გულის განწმენდელი. გულის სიტყვების აღიარება, ეს უფრო სამონასტრო პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენში საერო ცხოვრებაში ეს ნიშნავს, რომ ახსარება თქვა გულწრფელად. გულწრფელი ახსარება. არ დამალო რაღაცა, არ შეალამაზო ცოდვა, არ გაუკეთო კომენტარები, რომელიც შენ გამართლებს და ყველა კომენტარი ფაქტიურად ჩვენ გამართლებს. ამიტომ შევწოდეთ, რომ ესე იყო, ისე იყო და უკვე ჩვენ თითქოს ვამსუბუქეთ ჩვენ მდგომარეობას. არ უნდა გააკეთოს. უნდა თქვა, რომ მე აქ დავაშავე, შევწოდე. ასკეზა არის ვარჯიში. ამ შემთხვევაში სულიერი ვარჯიში, რომ ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობდეს და იწვრთნებოდეს. და ლოცა. პირველ ყოვლისა კი იესოს ლოცვას ამბობს წმინდა მამა და შემდეგ ეკითხებიან, შეიძლება მხოლოდ იესოს ლოცვით გულის განწმენდაო? არა, მხოლოდ იესოს ლოცვით, თუ მას სიმდაბლე და შესაბამისი ღვაწლი არ ახლავს. მხოლოდ იესოს ლოცვით არა. სიმდაბლე ამ პარტავალმა კაცმა რამდენიც არ უნდა ილოცოს, არ გამოვა არაფერი. სიმდაბლით უნდა ილოცო და შესაბამისი ღვაწლი. ახლა ერის ადამიანისთვის ღვაწლი რა არის? ჩვენ ესეც რომ სამწუხაროდ ხელს გაუშვებთ ხოლმე. 4 შაბათი პარასკევი რომ მარხვა შეინახოს ადამიანმა. როდესაც მარხვა არ არის 4 დიდი მარხვა. და დილის კანონი შეასრულოს, საღამოს ლოცა ილოცოს, სახარება წაიკითხოს და ფსალმუნი. ეს დღის განმავლობაში ბევრს კი არაფერს არ მოიცავს, დროს ვამბობ. მაგრამ საქმე და პრობლემა დროში კი არ არის. პრობლემა არის ღვთისადმი სიყვარულში. რას გაიმეტებს ადამიანი ღვთისთვის? თორემ ახლა თქვენ დააკვირდით, იგივე დრო, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ლოცვისთვის, რამდენჯერ ფუჭად გაფანტულა, აი ტყუილად. თუნდაც ამავე საუბრებში ვიღაცასთან, აი ესე რომ უბრალოდ დრო
გაიყვან უნდა მოკლა, თუნდაც იმ ტელეფონითო, თუნდაც რაღაცა არაფერს არ აკეთებ. ადამიანი თუ მოიძიებს ამ დროს, აუცილებლად იპოვის. დრო მოიძიო ლოცვისათვის ნიშნავს, რომ ესე იგი უფალი ეძება. უფალს ეძებ შენ. ნახეთ წეგან მე დავიქნებ როგორ წაიკითხა. დიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკრულევან იქნენ ყოვლისაგან კეთილისა. ანუ დიდარი დაგლახაკდა და მოშვიდა, გაუჭირდა, გაღარიბდა და ესეთი არაერთი მოხდა. მაგრამ რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკრულევან იქნენ ყოვლისაგან კეთილისა, ანუ მათ სიკეთე არ მოკლებიათ. ვინც უფალს ეძებს. სხვაგან არის სახარებაში ნათქვამი, რომ პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ თქვენ. ესე იგი, ეძებე პირველად სულის ხსნა, სულის გადარჩენა და დანარჩენი რაც გჭირდება მოგეცემა. ჩვენ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში სხვაგვარად ვაკეთებთ და ვამბობთ, რომ მოდი ჯერ ხორციელი საქმეები მოვაგვარო და მერე როცა მოვიცლე, დავიწყებ სულიერ ცხოვრებას. ჯერ ეს საქმეა, მერე ის და აი ვერ მოვიცალე იმისთვის. და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მოთვარი ასეთ რამეს ამბობს, როდესაც ასე ფიქრობს ადამიანი, რომ ჯერ ხორციელი საქმეები დავალაგო და მერე ვივლი ტაძარში, მერე მივალ აღსარებაზე, მერე ვილოცებ, ეგ იმას გავს, რომ ადამიანი მდინარის პირას იდგეს და ამბობდეს, მოდი ჯერ მდინარემ ჩაიაროს და მერე გადავალო. ეს მდინარე არასოდეს არ ჩაივლის, ის საქმე, ის პრობლემა, ის თავსატეხი თუ სიხარული თუ წუხარება ყოველთვის იქნება. ამიტომ ამას არ უნდა დაელოდო. უნდა გადადგა ნაბიჯი, ღმერთი ეძებო და დანარჩენი ნახავ, რომ ყველაფერი მოგეცემა, როგორც საჭიროა და წესი. არა მხოლოდ იესოს ლოცვით, თუ მას სიმდაბლე და შესაბამისი ღვაწლი არ ახლავს. შეუძლებელია გულის განწმენდა. თუ ლოცულობ და არ ცდილობ დაიმარხო, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ანუ რაც ზემოთ თქვა სიმდაბლე, აღსარება, ასკეზა, ანუ სულიერი ვარჯიში, თავგანწირვა, უანგარობა და ასე შემდეგ. მაშინ ამოვა შენი გარჯა. ან თუ დანარჩენს შეასრულებ და ლოცვას უდევყოფ, ისევე ამაოდ გაირჯები. ანუ ლოცვა რა არის? ღმერთს შეევედრო, ღვთისგან იძიო ძალა. იღვწი და ამავდროულად ლოცულობ. ანუ მაცხონებელი რა არის? აი ეს ორი რაღაცა. თან შენც იღვაწო და თან ილოცო. ეგ რას ნიშნავს? შენ რაც შეგიძლია ადამიანურად გააკეთო, მაგრამ არის რაღაც რის იქითაც ადამიანურად აღარ შეგიძლია. და აი ეს უნდა ღმერთს შევედრო. ესე იგი, იღვწი და ამავდროულად ლოცულობ. ლოცვის მეშვეობით ღვთის შეწევნას ითხოვ. აი რაზეც ჩვენ თავში ვამბობთ, ლოცვის მეშვეობით ღვთისგან ითხოვ შეწევნას. და ასე თანდათანობით გული განიწმინდება. ღვაწლი და ლოცვა განუყოფელია. და აი ეს არის დღევანდელი ჩვენი მთავარი სათქმელიც, ალბათ, იმიტომ რომ ესე იგი, ჩვენ თუ გვინდა რომ უფალს დაუფინოთ ის ტანის ამოსი, უფალს დაუფინოთ ის ამ შემთხვევაში გზა თუ სხვა შემთხვევაში მცენარის სხვა სახეობა, აი ეს არის რომ ადამიანმა განიძარცოს ძველი კაცი, ყველა მისი საქმით, ყველა მისი ფიქრით და შეიმოსოს ახალი კაცი, ანუ სათნოებები მოიხვეჭოს და შეინანოს ის რისი აღიარებაც ცხენია. იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ისეთი რისი აღიარებაც ცხენია, მაგრამ მიუხედავად იმისა, აქ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ამის აღიარება ღვთის წინაშე მაინც თითოეულ ადამიანს მოუწევს. და მე როგორც შეკვირდით, მოციქული პავლეს სიტყვები მინდა მოგიკითხოთ. ხოლო შენ რაისა განიკითხავ ძმასა შენსა, ანუ ნახეთ ადრე პატრიარქი როგორ გვეუბნებოდა, უფრო ადვილია დაინახო შენი ცოდვა სხვაში, ვიდრე საკუთარ თავში. და შენ რატო განიკითხავ სხვას? ანუ თუ შენ რაისა შეურაცხყოფ ძმასა შენსა, რატო შეურაცხყოფ შენ ძმას? რამე თუ და ჩვენა სიტყვები არაერთხელ გითხოვს, რამე თუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საღდართა ქრისტესთან. ანუ სხვას რას განიკითხავ? შენ უნდა წარდგე ღვთის წინაშე და უნდა შენი ცოდების გამო აგო პასუხი და სად ძალია ეხლა რომ დადგე და სხვისი რაღაცეები ქექო იქ.
რამე თუ წერილარს ცხოველ ვარ მე იტყვის უფალი რამე თუ ჩემდა მოდრკეს ყოველი მუხლი და ყოველმან ენამან აღუაროს ღმერთსა უფალი ამბობს მე ცოცხალი ვარო და ყველა ადამიანი ჩემს წინაშე მოიყრის მოხსა და ყველა ენა მაღიარებს მე მიუხედავად იმისა დღეს შეიძლება ვიღაცა ღვთის მგმობელია ღვთის უარყოფელია თუ ასე შემდეგ მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მუხლი ღვთის წინაშე მოიდრიკება ნებსი თუ უნებლიეთ აი ამაზეა აქ ლაპარაკი და ყველა ენა ნებსი თუ უნებლიეთ აღიარებს ღვთის დიდებას და ერთი მაგალითი გამახსენდა მაგალითად იყო ასეთი იულიანე განდგომილი იმპერატორი იყო და ნუ განდგომილი იმას ნიშნავს რომ თავის დროზე ქრისტიანი იყო ეს მეოთხე საუკუნეა და შემდეგ განუდგა და კერძთაყვანისმცემლობის აყვავებას ცდილობდა და ერთ-ერთ და ქრისტიანების დევნელი იყო და ერთ-ერთ ბრძოლაში დაჭრილმა სიკვდილის წინ ასეთი სიტყვები აღმოთქვა ბოლო სიტყვები ფაქტიურად მის შენ გაიმარჯვე გალილეველო თუ ნაზარეველო ეს ერთი და იგივეა მაცხოვარი გალილეაშია ნაზარეთი ანუ საბოლოო ჯამში სიკვდილის წინ აღიარა მე რომ შენ გებრძოდი მთელი ცხოვრება არა ბოლო წლები ყოველ შემთხვევაში აი შენ გაიმარჯვა ისე რომ დღეს შეიძლება ადამიანს დიდი გული აქვს რაღაცა გონია თავი მაგრამ მისი მუხლიც ღვთის წინაშე მოიდრიკება და ყველა ენა აღიარებს რომ ის არის ღმერთი მაგრამ იქ სინანული და იქ აღიარება არის დაგვიანებული ამიტომ აქვე უნდა ადამიანი იმაზე დაფიქრდეს რომ მეოდა ღვთის წინაშე წავდგე მუხლი მოვიყავ იქ თავს ვერავინ ვერ აწერს მაგრამ ეს აქავართ რომ ჩვენ რაღაცა ვარ და თავი მაღლა გვიჭირავს სხვებზე უკეთესი გონია იქ თავაწეული ვერავინ ვერ დადგება აც უკვე კაცად მან ჩვენმან თავისათვის ისათვის სიტყვა მისცეს ღმერთს აი მაშინ როდესაც ყველა მუხლი მოიდრიკება და ყველა ენა აღიარებს ღმერთს ყველა თავისთვის მისცემს სიტყვას ღმერთს იქ არ იქნება იმანეს ქნა ამანეს ქნა მე იმიტომ ჩავარდი ამ ცოდვაში ის აი შენ და ღმერთი მოსჩა იქ აღარა იქ ვერავინ ვერ გიშველის ესე მე იმის ესა ვარ მე იმის ისა ვარ მე ეს გავაკეთე მე ის და აი შენ უნდა წარდგე ღვთის წინაშე ნუღარამცა ურთიერთარს განვიკითხავთ არამედ უფრო იზღა ასე განიკითხეთ ანუ ერთმანეთს კი აღარ განვიკითხავდეთ არამედ ასე იმსჯელეთ ასე დაფიქრდითო რაითა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცდური ძმასა ანუ ის კი არ ისაქნა რომ დაუშვათ სხვები განიკითხო არამედ იმაზე იფიქრე რომ შენ არ იყო ვინმეს დამაბრკოლებელი აი შენ შემოგხედავს ადამიანი ქრისტიანი ქვია და შენს გამო არ დაბრკოლდეს ვიღაცა და არ თქვას რომ ეს თუ ქრისტიანია ეს თუ მორწმუნეა ეს თუ ეკლესიურია რანაირად იქცე აი მაგაზე უნდა იფიქროს ადამიანი იმაზე კი არა რომ მე ეკლესიურად ცხოვრობ და ის არ ცხოვრობს ის შენ ვინ გეკითხება მოციქული პავლე ამბობს ის თავისი ბატონის წინაშე დგას თუ ეცემა თავისი ბატონი წამოაყენებს ანუ ქრისტე წამოაყენებს იმას და შენ ვინ კითხავს ის შენს მიმართ ხო არ წოდე შენს წინაშე ხო არ წოდე შენ ხო არ ხარ მისი ღმერთი და მისი გამსჯელი თავისი ღმერთის წინაშე წოდავს და თვითონ და ღმერთი მორიგდებიან ესმის და შენ რო სხვას განიკითხავ ამას წინათაც ვამბობდით მაშინ როდესაც სხვას განიკითხავ და სხვისი ცოდვა დაინახე ის შეიძლება იმ ცოდვის გამო რამდენს ნანობს და რამდენს ტირის და საბოლოო ჯამში ღმერთმა აპატიოს და ის რაც უკვე ღმერთმა აპატიოს ჩვენ ვდგავართ და მას განვიკითხავთ და შეიძლება გამოვიდეს ისე რომ ჩვენ დავისაჯოთ ჩვენი განკითხვის გამო ის კი მცოდველი მაგრამ მონანული გადარჩეს ისე რომ ყველას თავისი როგორც იტყვია ყველამ თავისი მკვდარი უნდა იტიროს და ყველამ თავისი მკვდარი სული უნდა იტიროს და შეინანოს სანამდროა და თუ ამას გააკეთებს მაშინ უკვე აი ამ ბზის ტოტის წაღებასაც უკვე მნიშვნელობა ენიჭება რომ გაიხსენებს რომ როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში და შეძახილებით ამკობენ იგივე ხალხი გაიძახეს რომ ჯარსაცვია ჩვენ შეიძლება რაღაცა გაგვეხარდეს და თქვა დიდება უფალს ვერ შეიძლება ისეთ ცოდვა ჩავიდინოთ რომ
უფლის წყლულები კიდევ უფრო მეტად გავამრავლოთ. ამიტომ აი ეს უნდა გაგვახსენოს ამ გზამ, რომ ჩვენ რისთვის ვეგებებით მაცხოვარს და რას ველით მისგან. ის ხალხი, ვინც მაცხოვარს ეგებებოდა, ის უფრო ხორციელი მიზნებით ეგებებოდა. იქ ხედავენ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით. ძირითადი მაინც ეს იყო და ნახეთ, როდესაც მაცხოვრის სანახავად ჩადიოდნენ, ლაზარეს სანახავადაც ჩადიოდა უამრავი ხალხი. ხო თქვით თავში, რომ ბეთანია იერუსალიმთან ახლოს არის და მრავალი ადამიანი ჩადიოდა, რომ ეხლა სიტყვაზე ვამბობ, აი ხიდისთავი ხო ახლოს არის აქ და ხიდისთავში რომ ესეთი რაღაცა მოხდეს 4 დღის მკვდარი გახსნაში როა წასული, რომ გაცოცხლდეს. არ დაგაინტერესდებათ არ მივათ, აბა მართალია შეხედავ, შემოხედავ. ხო და ხალხი ჩადის იერუსალიმიდან ბეთანიაში და აკვირდება ლაზარეს, აბა და ამითი რწმენაში მოდიან. ამიტომ იუდეელი ფარისეველი და მღვდელმთავრები ფიქრობდნენ, რომ მოდიო იესოსთან ერთად ლაზარეც მოვკლათ. რატომ? იმიტომ რომ ეს ცოცხალი საბუთი იყო, რომ ქრისტე არის, იესო ქრისტე არის ღმერთი. აი ამიტომ უნდათ მისი მოკლა. განა არ იციან, იციან და იმიტომ უნდათ რომ მოკლა, რომ იციან. ეს იყო მთავარი. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ. ჩვენ წინ გველოდება ბუნების შვიდეულის დღეები, რომელსაც მოყვება ქრისტეს წინვალი აღდგომა. და სიმართლე გითხრათ, აი ეს დღეები რო გადის ხოლმე და უკვე აღდგომა როგორ არ გიხარია, აღდგომა ყველას გიხარია, მაგრამ მარხვა რომ თავდება ხოლმე, ცოტა გული მწყდება, იმიტომ რომ მარხვას თავისი სიმყუდროვე აქვს, თავისი განსაცდელებით თავისთავად ცხადია, მაგრამ განსაცდელების გარეშე არა ვართ, მაგრამ დიდ მარხვაში კიდევ უფრო იმატებს ხოლმე ეს განსაცდელები, ბუნებრივად ესე ხდება, რაც მეტია სიწმინდე და ღვთისადმი სწრაფა, ეშმაკი უფრო მეტად ცდილობს, რომ დაგაბკოლოს ამა თუ იმ რაღაცით, მაგრამ დიდება უფალს. და როდ გადის ხოლმე ეს მარხვა, რაღაცა გული წვეთა მაქვს ხოლმე, რომ ეხლა ის სიმყუდროვე, ის ლოცვის სიმრავლე და ის რაღაცა იქ აღარ არის. ერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ.